გორში სოციალური კაფე სპეისი გაქურდეს. სპეისის წარმომადგენლების თქმით, დღეს დილით სამსახურში მისულებს სივრცე გაძარცვული და ხვდათ წაღებულია ტექნიკა და ფულადი თანხა. ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში სამართალდამცველები მუშაობდნენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ცნობისთვის აღნიშნულ სივრცეში სოციალური კაფე სპეისის მუშაობის ბოლო დღე იყო, რადგან ისინი ტოვებდნენ სივრცეს, რომელიც კულტურის აიპისგან იჯარით ჰქონდათ აღებული. 30 ღამით დავკეტეთ სპეისი და დღეს როდესაც მოვედით 1 იანვარს დაგვხვდა უკვე გაქურდული, გაძარცვული შემოსულები არიან და მოპარულია მთავარი სამუშაო ტექნიკა, რაც არის არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, პროექტორი, აუდიო სისტემა, რომელიც ქონდა ნათხოვარი მეგობარი ორგანიზაციებისგან და ახალგაზრდებისთვის ვაჩვენებდით სხვადასხვა ფილმებს, სპორტულ აქტივობებს და სხვადასხვა საჭიროებისამებრ იყენებდნენ ახალგაზრდები. გარდა ამისა, რა არის წაღებული კონკრეტულად, რა შეგიძლიათ ვითხრათ და კამერები თუ არის შენობაში? შენობაში არ გვაქვს კამერები დაყენებული, წაღებულია ასევე სხვადასხვა ნივთები, კიდევ მიმდინარეობს დათვალიერება, წაღებულია ფულადი თანხაც, რომელიც ასევე ვიყენებდით კომუნალურების და სხვადასხვა საჭიროებების გადასახადებისთვის. რა რაოდენობის თანხა თუ შეგიძლიათ საუბარი? დაახლოებით 200 ლარამდე თანხაა წაღებული, რაც ვნახეთ პირველადი დათვალიერებით. ჯერჯერობით ესე ხმამაღლა რამის თქმისგან თავში შევიკავებთ, არ ვიცით რა მოხდა ზუსტად, მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ დღეს იყო ჩვენი ბოლო დღე ამ სივრცეში ოფიციალურად. გუშინ უკვე გავაკეთეთ ოფიციალური განცხადებები, ტელევიზიებს მივეცით ინტერვიუები, დავდეთ ოფიციალური პოსტი და საზოგადოებისგან მივიღეთ იმაზე დიდი მხარდაჭერა, ვიდრე ნებისმიერი სხვა ელოდებოდა, რომ ჩვენ შეიძლებოდა ეს მხარდაჭერა მიგვეღო და ესე გვერდით დაგვდგომოდა საზოგადოება. ფაქტია, ბოლო დღეს უკვე მოსულებს დაგვხვდა სივრცე გატეხილი.